აი მაგალითად მოდი შევთანხმდეთ მიხეილ ყაველაშვილი შენი აზრით კარგი კანდიდატი არის თუ არა პრეზიდენტობის? სხვადასხვა მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატი რო გამოაცხადეს, არ ვითანხმებოდი მაგ ყველაფერს და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა. ეს რას ნიშნავს? დავითანხმე შენს არ დათანხმებას. გასაგებია არა. მე ანუ რაღაც დროის შემდეგ ინფორმაციებს გავეცანი და ვნახე ის, რომ საკმაოდ ბევრი მეგობარი ყავს ევროპარლამენტში და საკმაოდ ბევრი უცხოენა იცის, ასე რომ შეიძლება რაღაც კითხვის ნიშნები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზურაბიშვილს ჯობია ვფიქრობ. ძალიან სამწუხაროა. მოდი ამ თემაზე არ გავაგზავნოთ საერთოდ საუბარი. იმდენად რადიკალურად არ გეთანხმები, რომ მიხეილ ყაველაშვილის საერთოდ შედარება შეიძლება სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც უდიდესი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, უდიდესი. და მე არ გეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას ზურაბიშვილმა ძალიან არადიპლომატიურად და არაკორექტულად მოიხსენია საკმაოდ დიდი იმპერია ჩინეთი, რაც ვფიქრობ საერთოდ არ იყო პოლიტკორექტული, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. საბედნიეროდ დღეში ხო, რა თქმა უნდა.